ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალ სოფელში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. 780 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. საკლასო ოთახების გარდა მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები. რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სასადილო. ასევე გაკეთდა ღია და დახურული სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები. განათლების სამინისტრო აგრძელებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას. დღეს ვიმყოფებოდით, ვეწვიეთ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სოფლის საჯარო სკოლას, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. სკოლა სრულად მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებთან და მინდა მიულოცო მოსწავლეებს, რომ ესეც საოცარ გარემოში მოუწევთ სწავლის გაგრძელება. სამომავლოდ განათლების სამინისტრო გააგრძელებს სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ჩვენი ხალხი, ჩვენი მომავალი თაობა, ამიტომ სწორედ განათლების სექტორში განხორციელებული ინვესტიცია არის პირდაპირ მიმართული ამ ქვეყნის გაძლიერებაზე და მის საომავლო წინსვლაზე. მოსწავლეებისთვის, თითოეული მათგანისთვის იქნება ისეთი გარემო შექმნილი და ისეთი პირობები, რომ მათ მიეცემათ დამატებითი мотиваცია განათლების მიღების პროცესში. უსურვებ მათ წარმატებებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგების მოღვაწეობას და მათი მოღვაწეობა ამ სკოლის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობით იქნება გამორჩეული. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის. აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ავეჯით. ასევე სკოლაში არის ინფრასტრუქტურა განვითარებული როგორც სპორტული, ასევე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები. სკოლაში ასევე არის გამწვანებული სივრცეები მოწყობილი. მადლობას ვუხდით მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლების სახელით. საქართველოს განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის სამინისტროს მოხარული ვართ, რომ სწავლასწავლების პროცესი ასეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში განახლდება.